პუტინის ომით უკმაყოფილო კრემლის პროპაგანდისტები რუსეთის სამხედრო წარუმატებლობით აღშფოთებულმა კრემლის ტელეპროპაგანდის ერთ-ერთმა სახელმწამყვანმა ალექსანდრ არუთიუნოვმა პირდაპირ ეთერში აღშფოთება ვერ დამალა. ფრონტზე არსებული მდგომარეობის გამო მან უშვერი სიტყვებით აგინა პუტინის სამხედრო სტრატეგიას და ქვეყნის შეიარაღება შეურაცხმყოფელი ფრაზებით შეაფასა. პროპაგანდისტის თქმით, რუსეთი უუნაროა უკრაინულ დარტყმებს ეფექტიანად უპასუხოს. ფლოტ-წვენა გრძელდება შავ და აზოვის ზღვებში 12 დღეში 159 რუსული გემი მოვინადირეთ, წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური. მადიარ ბროუდის ცნობით, დღეს უკრაინულმა დრონებმა 12 გემი დააზიანეს. მისიის მიზანი ოკუპანტების ეკონომიკური ლოგისტიკის სრული პარალიზება. რუსების სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა ქალი, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად პარკში იმყოფებოდა. ბავშვები გადარჩნენ. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თბილისში 2 ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთლაპარაკებისას ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით 2 პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავებულს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.